გრძელდება სიტყვით გამოსვლები თავისუფლების მოედანზე. ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ამაზე ელაპარაკა სიტყვით გამოსვლისას ოცნების ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ შეთქმულების თეორიების შესაბამისად გააკრიტიკა საქართველოს არაკეთილმოსურნეები. თავისუფლების მოედანზე დღეს მუშაობა შეუზღუდეს კრიტიკულ მედიას, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს თავისუფლების მოედნის ცენტრში იმ ადგილას, სადაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი განსხვავებით. სამთავრობო მედიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ამ ადგილას თავისუფლად მუშაობდნენ. ქეთი ნადიბაიძე იმყოფება დილიდან თავისუფლების მოედანზე, რა ხდება ახლა იქ ის პირდაპირ ეთერში მოგყვება. უბიერი, დამსინავი და უცხოგირებულების მოწვია ხმაც გესმით ალბათ და კადრშიც ხედავთ, რომ ჯერჯერობით ოფიციალური ნაწილი ღონისძიების არ დასრულებულა. ამ წუთებში შალვა პაპუაშვილი მიმართავს თავისუფლების მოედნის მიმდებარე შეკრებილ მოქალაქეებს. მანამდე სიტყვით მიმართა ხალხს ირაკლი კობახიძე, მანამდე მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც მწვავდებლებისგან მოისმინა ფიცი, არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ კიდევ რამდენიმე რეგიონიდან, სადაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ფიცის დადების პროცესი. ეს არის მიხეილ ყაველაშვილის პირველი ფიცი, მას შემდეგ რაც ქართულმა მის აირჩია და გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტად. მან ყურადღება გაამახვილა და შეიძლება ითქვას, რომ როგორც მიხეილ ყაველაშვილის, ასევე ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებებში მსმენელი მარტივად ამოიცნობს პარტიულ გზავნილებს, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ შედარებით თავშეკავებულები არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. მიხეილ ყაველაშვილმა გაამახვილა ყურადღება უცხო ძალის ინტერესებზე და გავლენების მცდელობაზე საქართველოს მიმართებაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობს ამ უცხო ძალაში, რომელსაც სურს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორც ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში არასდროს ყოფილა. რას გულისხმობენ ისინი უცხო ძალაში? სხვა განცხადებებიდან, რომელიც დღემდე გაკეთებულა ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან, არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა დღეს არ დაკონკრეტებულა მათი მხრიდან ეს. ნამდვილად დადასტურებით რაც შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, არ ხსენებულა ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომლის მხრიდანაც დღემდე ოკუპირებულია საქართველოს 20% და სოციალური ოკუპაციის სახით ეს აგრესია გრძელდება. ილაპარაკეს ქართული ოცნების ლიდერებმა დროებით დაკარგული ტერიტორიების აღდგენის მნიშვნელობაზე, თუმცა ამ კონტექსტზე და ამ მიზანზე საუბარი შეძლეს ისე, რომ არ ოხსენებიათ საოკუპაციო რეჟიმი. ღონისძიება გრძელდება, ჯერჯერობით არ დასრულებულა. აქამდე სამწუხაროდ არ ჰქონია მის შესაძლებლობა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს გავსაუბრებოდეთ პირადად და დაგვესვა შეკითხვები, რადგან შეზღუდული სამუშაო გარემო დახვდა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სამთავრობო მედიისგან განსხვავებით, რომლებიც დილიდან იღებენ ინტერვიუებს, სვამენ შეკითხვებს, როგორც ქართული ოცნების პარლამენტის მთავრობის წარმომადგენლებთან, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გავდა ეს ვითარება დღის პირველ ნახევარში პარტიულ ღონისძიებას. ნახოთ ღონისძიების დასრულების შემდეგ პირობას შეასრულებს თუ არა პარტია და მოგცემს თუ არა მის წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის შესაძლებლობას.